ვიტამინის კრეატინმა 10 კილო მომატა და ამის შემდეგ რულვანის გეინერმა 0. რა ახსნა აქვსო ამას მეკითხეთ. თმებზე კითხვა, ეს კითხვა TikTok-ზეც დამისვეს. თმები აშკარად გახშირებული გაქვს და რამე რჩევას ხო არ გაგვიზიარებდი. მე როდესაც დავიწყებ მომზადებას აუცილებლად ყველა ვარიანტში გავალ უკვე აქ UFC-ში, იმიტომ რომ UFC-ში ძრის. სალამი ყველას. საინტერესო ვიდეო მაქვს თქვენთვის როგორც დაგპირდით, კითხვებზე პასუხი. ვისაც ვერ გაგეცით სიტყვაზე, ვინც Instagram-ზე დამისვით კითხვა, შეგპირდით რომ ჩავწერდი აუცილებლად YouTube-ზე კითხვებზე პასუხს და უფრო ვრცლად უპასუხებდი თქვენს კითხვებს. საინტერესო კითხვები დაგროვდა, რა თქმა უნდა, და ვეცდები რომ ესე ვთქვათ ამწროვი პასუხი გაგცეთ. სამ ვიდეოს დავიწყებთ, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის საქართველოს საუკეთესო დანამატების კომპანია ვიტამინი G და შეგვიძლია დავიწყოთ. მოყვებით რა თქმა უნდა თანამდებობით და პირველი კითხვა არის ესეთი. კრეატინის მიღება დავიწყე 175 ვარ სიმაღლეში 90 კილოგრამი. რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიო დღეში? მადლობა დიდი. კაი, ეხლა მოდი თავიდან მოყვეთ რა. არ ვიცი რატო აქცევენ ხოლმე ადამიანები ყურადღებას სითხის მიღებას მხოლოდ მაშინ როდესაც კრეატინს ვსვამთ. რეალურად ისედაც სულ დანამატს თავი დავანებოთ, დღის მანძილზე უნდა ვიღებდეთ საკმარის რაოდენობას სითხის რა. აი მე მაგალითად ძალიან მიჭირს ხოლმე სითხის მიღება. თუმცა მაინც ვცდილობ რომ ეხლა არ ვიძახე რომ მაგალითად 5-6 ლიტრი დალიე და აი გასკდი და ძალიცვი და აი სუდად რო ხარ და ეგრე არა, მაგრამ რაღაცა საშუალო რაოდენობით ხო აი სიტყვაზე არსებობს რაღაც სტანდარტები გვაქვს, ხო ალბათ ყველას გაუგია დღეში 3 ლიტრი წყალი, ყველას გაუგია ხო ეს სტანდარტი, მაგრამ რა თქმა უნდა აქ დიდი მნიშვნელობა აქვს წონასაც რა. ეს საშუალო სტატისტიკა, ესე თუ საშუალო მონაცემი 3 ლიტრი მოსვემულია საშუალო ადამიანზე, რომელიც ალბათ იწონის 70-80 კილოგრამამდე. ამაზე მეტი სითხის მიღება შენ არ გჭირდება ზოგადად. იღებ კრეატინს თუ არ იღებ, მნიშვნელობა არ აქვს. არ არის აუცილებელი თუ მაგალითად სიტყვაზე ვიძახი იღებ 3 ლიტრი წყალს დღეში 70-80 კილოგრამი ადამიანი ხარ და კრეატინის მიღება დაიწყე და დაამატე ზემოდე კიდე 3, ანუ არ გჭირდება რეალურად ამდენი რა. მაგრამ რა თქმა უნდა ისეც არ უნდა იყოს რომ აი ჩემი მაგალითიდან რო გითხრათ ძალიან ისე თქვა ძალიან ცოტა მოთხოვნილება მაქვს სითხის რა დღის მანძილზე და გამომდის ხოლმე არ ვიცი რამდენი ალბათ 2 ლიტრი ყველაზე ბევრი თან ჩემ წონაზე როცა ვიწონი 100 კილოგრამამდე რა. თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ აი მოსწავლეებს როცა ვარჩევ ან ხელში შეიქერი მქონდეს ან სახლში როცა ვარ ისეთ ადგილზე მქონდეს ეს სითხე ესე თქვა დადებული რომ უყურებდე ხედავდე და ესე თქვა არ დამოვწეს რა. ამიტომ მოდით გვერდზე გავწიოთ ეს დანამატი და ისედაც მქონდეს ნორმალური რაოდენობა დღის მანძილზე სითხის რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამაზეა პასუხისმგებელი რა. იმ დროს კიდე ესეთი კითხვა გაჟღერდა რომ ზედმეტი სითხე როგორ დავიკლო ორგანიზმიდანო რა და ბევრი ადამიანი უფრო უარეს საკეთებს რომ მიმართავს ამ მეთოდს რაღაცა ალბათ 1960 წლიანების მეთოდს წყალს არ სვამენ პირიქით და როცა წყალს არ სვამ პირიქით უფრო მეტი გიკავდება. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ორგანიზმს ერთვება თვითგადარჩენის უნარი და რაც უფრო ნაკლებ სითხეს იღებს, უფრო მეტ სითხეს იკავებს და არ კარგავს. ამიტომ მიიღეთ ესე ვთქვათ საკმარისი რაოდენობა და არა რაღაც არანორმალურად სითხის. ზედმეტ სითხესაც გამოდევით ორგანიზმიდან, შედეგიც თუნდაც დანამატზე, თუნდაც კრეატინზე ძალიან კარგი გექნებათ და ნიუტრალადაც სულ კარგი გექნებათ, საკვების გადამუშავება უკეთესი გექნებათ. მოკლედ ესე არ არის რომ რაღაც კონკრეტულში გეხმარება სითხე. ანუ ყველაფერთვის კარგია საკმარისი რაოდენობით მიღება რა. არა ძალიან გადაჭარბებული, არა რაღაც ძალიან მინიმალური, ამიტომ მოდით ესე ვიცხოვროთ რა, ანუ კრეატინს თავი დავანებოთ და ისედაც ვიცოდეთ რომ სითხე ნორმალური რაოდენობით ისედაც უნდა იყოს ჩვენს რაციონში რა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვარჯიშობ და ესე ვთქვათ შენი დღის მანძილზე ეს ცილების რაოდენობა საკმაოდ მაღალი გაქვს, იმიტომ რომ ვიცით რომ ცილების გადამუშავება ზოგადად არ არის მარტივი და ყოველთვის რთულია ხოლმე რა. ამიტომ ეს მითი რომ აი კრეატინზე რამდენი წყალი უნდა დავლიო ანუ გვერდზე გადადეთ ეს დანამატი და ისედაც ჩასვით თქვენს რაციონში და თქვენს ცხოვრებაში საკმარისი რაოდენობით სითხე. შემდეგი კითხვა არის ესეთი, ეხლა წონით რამდენი ხარ და როცა შეჯიბრზე გამოდიხარ, რამდენს იწონი? მე წონითი კატეგორიები მაქვს ჩემპიონატებზე, კლასიკურ ბოდიბილდინგში ვარ და ეს ნიშნავს რომ დაახლოებით საშუალო წონაში ვარ, არა მაღალ წონაში.
და ზოგადად თუნდაც არ ვემზადები თითქმის ერთი და იგივე ვარ თითქმის სულ რა ყოველთვის რა ალბათ 105-დან 110 კილომდე მინაშნებ ერთ და იგივე ფორმას მაგ რაღაც გარკვეული ცხიმის რაოდენობა და ჩემპიონატზე ჯერ ყველაზე მეტი რაც დავაფიქსირე ეს იყო 87-86 კილო. მაშინ როდესაც სემსულეკი მაგალითად 98 კილო იყო, ანუ წარმოიდგინეთ ჩემზე 10 კილოთი მძიმე იყო. მაგრამ მე მაგალითად 10 კილოთი მძიმე რო იყო იმაზე რაც ბოლოს შეჯიბრზე ვიყავი, სემსულეკზე ალბათ რა ვიცი, ორჯერ დიდი ვიქნებოდი. იმიტომ რომ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლებს, ნუ ძვლები ასე ბევრს იწონის რეალურად, ძალიან ესეთი დაბალი პატარა წონა აქვს ძვლებს, მაგრამ იქ სხვა ფაქტორებია რა. სიმაღლე ზოგადად ეს ძვლებიც ხო და ამიტომ ჩემი წონა ყოველთვის დაბალი იყო ხოლმე თვითონ ჩემპიონატზე თორე. ეხლა მე 98 კილო ვიყო, რავი, მაგ წონაში ჩაალბათ გავა ალბათ ოლიმპიის სცენაზე, რაც მაგალითად სემსულეკისთვის არც თუ ისე დიდი წონა. ამიტომ ეს შეჯიბრის წონები ძალიან განსხვავდება ხოლმე, რო ვეუბნები ხალხს, აი 88 კილო ვარ შეჯიბრზე, ძალიან ეცოტავებათ ხოლმე, მაგრამ რეალურად ეს ცოტა არ არის ჩემთვის საკმაოდ დიდი წონა თვითონ სცენაზე. კაი, ახლა შემდეგი. არის კაი კითხვა და ამაზე არც არ მეზარება ხოლმე ლაპარაკი რა. მოზარდნობა რას მივაქციოთ ყურადღება? რას მივანიჭოთ უპირატესობა? ისევ და ისევ, რავი, გეტყვით, ესე ვთქვათ, ძალიან შორს რო არ წავიდე და ძალიან მარტივად გასაგებია იყოს ჩემი მაგალითიდან, რომ მე როცა ვარჯიში დავიწყე, ესეთი მოზარდი ვიყავი, ბავშვი ვიყავი, ძალიან პატარა და მაშინ იყო ძალიან ცოტა ინფორმაცია ზოგადად ფიტნეს სფეროში რა. ძალიან ცოტა მწვრთნელი იყო, ძალიან ცოტა დარბაზი იყო და ვაკეთებდით ხოლმე ძალიან ბევრ სისულელეს. იდეაში მრჩეველიც ისეთი არავინ არ ყავდა, ბევრი. და თან ინფორმაციაც ცოტა იყო. ჩვენც დიდად გვეზარებოდა რაღაც ამ ინფორმაციის მოძიება და ვიცოდით ერთი რომ აი გვინდოდა მაქსიმალურად დიდი წონის აწევა, მნიშვნელობა არ ქონდა როგორ ავწევდით და დიდად არც არავის არ ვეკითხებოდით. თუმცა თუ ვეკითხებოდი, ისიც ესე ვთქვათ, ისეთ პასუხს ვერ ვიღებდი ხოლმე რა, იმიტომ რომ ეს სფერო არ იყო ესეთი განვითარებული. დღევანდელ მოზარდებს ძალიან კარგი საშუალება აქვთ რა, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო ვარჯიშზე, ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი არის უკვე დღეს საქართველოში. ну რა თქმა უნდა ცუდებიც არიან, მაგრამ ბევრი კარგიც არის. ძალიან ბევრი დარბაზია, სადაც შეგიძლია მიხვიდე, ანუ ყველანაირი ფასის დარბაზი არსებობს, ნებისმიერ დარბაზში შეგიძლია მიხვიდე, არის თავის ფასიდან გამომდინარე. ასევე მწვრთნელებიც ესე არიან. ну ეხლა მწვრთნელი ას თუ ისე MSP-ის დიდი ფუფუნებაა დღეს, მაგრამ მაინც შეგიძლია უბრალოდ ინსტრუქტორსაც კითხო, მიხვიდე რა და ჩემი პირველი რჩევა იქნება ის, რომ არაფერი ზეპიათ არ გააკეთოთ და არ აყვეთ აი TikTok ტრენდებს ესე ვთქვათ რა, აი მაქსიმალურად დიდი წონის აწევა, რაღაცა დიდი წონის ჩელენჯები, ან თუ აწევ ის მაინც უნდა გაითვალისწინო, რომ როგორ აწევ, რითი აწევ და მოკლედ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილო პირველ რიგში რა. კუნთები ძალიან მეორე ხარისხოვანია, მართლა აი ძალიან იქით არის რა, აი პირველ რიგში ჯანმრთელობა, იმიტომ რომ იმდენი ტრავმა მაქვს, ესე ვთქვათ, დამატებული ჩემ კარიერაში, რომ ეხლა რო ვიხსენებ ძალიან ჩაობა ჩემეძლო, რომ ანუ ამ ყველაფრისგან თავი ამერიდებინა რა და გამეკეთებინა უფრო სწორად ყველაფერი და პირიქით ალბათ პირიქით კიდევ უფრო მეტი შედეგიც მექნებოდა. ანუ არ ამეწია უაზროდ ის წონები, ის ჩაჯდომები იქნებოდა თუ რა, აი დედლიფტმა მაგალითად მე საერთოდ გამანადგურა რა, აი თავარი იყო რომ წონა ამეწია, როგორ ავწევდი, რითი ავწევდი, მნიშვნელობა არ ქონდა და ამაზე ძალიან ბევრი ტრავმა მომიტანა, ამიტომ პირველი რაც მინდა გირჩიოთ ეგ არის რომ არაფერი არ გააკეთოთ უაზროდ ესე ვთქვათ რა. ნებისმიერ დროში სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველა ნორმალურ დარბაზს ყავს ინსტრუქტორი, მიდი არ მოგერიდოს და კითხე აუცილებლად რა როგორ უნდა გააკეთო. ნუ ინსტრუქტორის მოვალეობაა რომ უბრალოდ აგიხსნას მინიმუმ რა ვარჯიში როგორ კეთდება და ესე ვთქვათ, შემდეგ გააკეთო რა. მეორე რაც შემიძლია გითხრათ ეგ არის რომ რასაც ყოველთვის ვიძახი რა. არანაირი ზედმეტი გარედან, არანაირი ესე ვთქვათ, ქიმიური საშუალებები, სტეროიდები ესე ვთქვათ, ამ თემას ვერ დამალავ, მაქსიმალურად ვცდილობდით ხოლმე ის კარგი ადამიანები დაგვემალა, მაგრამ ნუ მაინც რა თქმა უნდა რაღაც დროის მერე ეს მოდაში შემოდის რა. თავიდან პროტეინზე იყო ხოლმე ეგრე რომ აი მე ეს პროტეინებს იღებს და მე მიხვდა ხალხი რომ ეს პროტეინი არაფერი არ არის და რეალურად არაფერს არ აკეთებს, ისეც რაღაცას რაღაც მე პროტეინი დალი და მე რო სუპერმენი იყო, გახდე და ეხა უკვე გადავიდნენ სტეროიდებზე და ყოველს მაგას ვეუბნები რომ თუ კონკურენცია არ გაქვს, კონკურენცია მხოლოდ საკუთარ თავთან გაქვს, არაფერი გარედან ზედმეტი არ გჭირდება, იმიტომ რომ ანუ მე იმას ვერ ხვდები, რატო ლაპარაკობს ხალხი მხოლოდ იმაზე, სტეროიდს თუ გაიკეთებ, რამხელა გახდები. ანუ რატო არ ლაპარაკობენ იმაზე, შემდეგ რა ხდება, აი ამ ყველაფრის მერე. და შემდეგ ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება. როდესაც დაამთავრებ, მთელი ცხოვრება ვერ გაიკეთებ, ხო? შეიძლება თან მაგან ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. აი ამ პრობლემების მერე, რომ დაამთავრებ აი ამის მიღებას, აი შენი პრობლემები მერე დაიწყება. და ამაზე ძალიან ცუდია, რომ არავინ არ ლაპარაკობს. ყველა
იძახის რომ აი სტეროიდით გაიბერები, მაგარი დიდი გახდები, ცუდია, მაგრამ მაინც მაგარი შედეგი გაქვს. ანუ იმდენი რიგით პრობლემები მოყვება შემდეგ აი ამ ქიმიის მიღებას რა, რომ აი არავის არ ოღის რა. რავი, დეპრესია იმ შედეგს ისედაც დაკარგავ, რაც გაქვს, ანუ აზრი რა არის მაშინ. იმასაც კარგავ. იმას ხო დაკარგავ, დეპრესია, არეული ჰორმონები, განადგურებული სახსრები, რა ვიცი, ძალიან ბევრი რა, პირველი რაც ხედავთ, აი სემსულეგზე რას ხედავთ, რო უყურებთ ხალხს, ან ტიპს აქვს, რავი, 80 წელს კაცის კანი აქვს. და ეხლა კიდე რაღაც, ესე ვთქვათ, უფრო მეტად მიხედა თავს და ცოტა გამოასწრო, ანუ თავიდან ტიპი რას გავდა, ანუ გამონაყარით, მისცვენა, აკნე, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს რა. ამ პრობლემებზე რეალურად უნდა საუბრობდეს ხალხი, იმიტომ რომ იცოდნენ რაზე შეიძლება მოაწერონ ხელი და რაზე შეიძლება წავიდნენ რა. რა არის იმის მიზეზი, რატომაც მაგალითად უკვე საკმაოდ დიდი ხანი კურსი აღარ ვარ, ხო? პირველში ჯანმრთელობა რა. მე ყოველთვის მაგას ვიძახი, რომ ჩემს სფეროში რომ ეს არ იყოს და ეს აუცილებელი არ იყოს, ალბათ მთელი ცხოვრება მომემზადებოდი, აი საერთოდ გაწყვეტა არ მექნებოდა, შანსი არ არის. მაგრამ გება ცხოვრებაში მე რაღაც პერიოდი, როცა პროფესიონალი სპორტსმენიც კი ამაზე უკვე უარს იძახის და შენ როცა არანაირი კონკურენცია არ გაქვს და მით უმეტეს არ აპირებს სიტყვაზე ბოდიბილდინგს გაყვე, სცენაზე გამოხვიდე, ხო მით უმეტეს არ გჭირდება. ამიტომ მიცოდე, რომ საერთოდ არაფერში არ გჭირდება. ძალიან ჩვეულებრივად ნატურალურმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ ჰორმონებზე ვარჯიშობს, ძალიან მაგარი შედეგი შეიძლება ქონდეს რა. ეს უბრალოდ აი დროის ამბავი, რეჟიმის ამბავი და სხვა დანარჩენი აი ნატურალმა ადამიანმა მართლა შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგი გააკეთოს. აი ძალიან კარგად შეიძლება გამოიკურაუდეს. იყოს ძალიან მშრალიც, ნორმალური კუნთოვანი მასაც ქონდეს და თან ესე ვთქვათ ეს ყველაფერი ფეიკი არ იყოს, იმიტომ რომ სანამ კურსზე ხარ, ეს ყველაფერი ჩათვალე ფეიკია, როგორც კი ამოიძროფ ამდენს, ეგრევე უკან წავხვალ. ამიტომ ეს ტრენდები ამოიგდეთ თავიდან, პირველ რიგში იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და მერე შედეგზე. შედეგი ისედაც მოვა, სისტემატიურობა და всё, სულ ეგ არის. ამიტომ მიაქცეთ ამ ყველაფერს ყურადღება რა. იკითხეთ ბევრი, მიიღეთ უფრო მეტი ინფორმაცია და დამიჯერეთ ეს თვითონ ეს შედეგი არ დააყოვნებს რა. სანამ ჩვენს ვიდეოს გავაგრძელებთ და კითხვებზე პასუხს, მანამდე ჩვენი დღევანდელი დღის პროდუქტი არის ამინო 10000 ვიტამინ ფაუერის სითხით არის ეს ამინომჟავა, ესეც ასევე დატესტილი მაქვს და ძალიან კარგი დანამატია, იმიტომ რომ სითხით რადგან იღებ ძალიან მარტივია ასათვისებლადაც და საკმაოდ დიდი დოზირებაა რა. საკმაოდ დიდი დოზირება და თვითონ ესე ვთქვათ, ბოთლიც საკმაოდ დიდი ხანი გეყოფათ რა, ერთი თვის მანძილზე მაინც. ამიტომ თუ რაღაცა კვება გადაგიცდა, საკმარისი რაოდენობით ვერ მიიღე შენი ამინომჟავები, ან თუნდაც ძალიან რთული დღე გქონდა, ძალიან მარტივად შეგიძლია გამოიყენო აი ეს დანამატი, სულ ერთი პორცია და ესე ვთქვათ, შენს აი ეს სიტყვაზე დანაკლის ამინომჟავების აუცილებლად შეივსებ. აი შემდეგი, ვარჯიშის შემდეგ პირდაპირ კარდიოვნებს თუ არა კუნთის ზრდას. ხო, ბევრი ლაპარაკი იყო ხოლმე ამაზე, ზოგი ვარჯიშის წინ აკეთებდა კარდიო, ზოგი ვარჯიშის მერე აკეთებდა კარდიოს, ანუ რეალურად ანუ თემა რაშია. ჯერ გააჩნია ვინ აკეთებს, ხო? მე რა სახის კარდიოს აკეთებს, რა ინტენსივობით აკეთებს. მე მაგალითად გამიკეთებია, ესე ვთქვათ, კროსფიტიც მიცდია, სერიოზულ კროსფიტერებთან ერთად გამიკეთებია შედარებით დაბალ ინტენსიური კარდიოც, მომზადების დროსაც, მომზადების გარეთაც და რა შემიძლია გითხრათ რა. ანუ მაღალ ინტენსიურ კარდიოს თუ შენი მიზანია სიტყვაზე ცხიმი დაწვა უბრალოდ და მაქსიმალურად ის კუნთი შეინარჩუნო, არანაირი აზრი არ აქვს რა. უნდა იყოს ესე ვთქვათ საშუალო ტემპით, აი მე რას ვაკეთებ ხოლმე ხა კარდიო ვარჯიშებში, როცა ვარჯიშობ ნატურალურად და მინდა უბრალოდ ზედმეტი ცხიმი დავწვა. შეიძლება ეს იყოს საკმაოდ მოსაწყენი, მაგრამ დავდივარ ბილიგზე, არ დავდივარ. შეიძლება იყოს ეს შემაღლებული ტრასა, ან უბრალოდ ველოტრენაჟერზე ვაკეთებ 30-40 წუთის მანძილზე, რადგან იყო პერიოდები, როცა კროსფიტს ვარჯიშობდი და ამ კროსფიტმა ესე ვთქვათ, ისე დეფიციტში გამიყვანა, რომ ესე ვთქვათ, ძალიან დამასუსტა ესე ვთქვათ რა და ცხიმის მაგივრად იქ წავიდა მე კუნთის კლება, გლიკოგენი აღარ იყო საერთოდ კუნთებში, ენერგია დამაკლდა და ესე ვთქვათ, კი არ გამოვშვი, აი უფრო გავხდი რა, აი ყველაფერს ეძროვოთ რო კარგავ რა. ამიტომ ვარჯიშის მერე ჩემი აზრით, გააჩნია რა მიზანი აქვს, მაგრამ ძალიან ნორმალურია 30-40 წუთი გქონდეს კარდიოს საშუალო ინტენსივობით, თუმცა არ ვიცი ჩახვიდე და კროსფიტი გააკეთო პირდაპირ, ან ირბინო საერთოდ რა. ანუ მაგას დიდი აზრი ან თუ გონიათ რომ მაგალითად აი ხა ვირბენ და უფრო მეტ ცხიმს დაწვავ, ანუ არ არის ეგრე რა. ზედმეტი სტრესი პირიქით უფრო უკან დაგხევს და ამიტომ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ვარჯიშის მერე კარდიოს გაკეთება, უბრალოდ რა მიზანი გაქვს და ჩემ რჩევა იქნებოდა ალბათ ავი 9 საათიდან რაღაცა 40 წუთამდე ესე ვთქვათ ნორმალური იქნებოდა საშუალო ინტენსივობით. იმიტომ რომ თვითონ ვარჯიშთაც 1 საათი მაინც ხომ უნდა ივარჯიშო და
საბოლოო ჯამში ძალიან არ უნდა გაგეწელოს რა. ამიტომ საშუალო ინტენსივობით რა. რა აზრის ხარ ტესტოსტერონის ბუსტერებზე? სცენარეული, არა სტეროიდი. რავი, ყველაფერი ბუნებრივად არის, ყველაფერს ესე ვთქვათ ბიოსალმები და კარგია რომ ჩასვა შენ რაციონში, რატომაც არა. ბუნებრივია და იდეაში ესე ვთქვათ ჯანმრთელობისთვის რა თქმა უნდა ზიანო არ იქნება. თუმცა სწორი მოლოდინები უნდა გქონდეს ყველაფრის მიმართ რა. აი დანამატებზე ზოგს აქვს ძალიან ისეთი მოლოდინი რა, რომ მიიღო და ისეთი შედეგი გქონდეს მაგალითად როგორც ქიმიაზე. არ გაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მოქმედებს. მოქმედებს შენ ბუნებრივ ტესტოსტერონს ბუსტავს, ოღონდ აი იქიდან გამომდინარე რომ ხალხს არასწორი მოლოდინები აქვს, მე გონიათ რომ ეს დანამატი არ მუშაობს. ამიტომ უნდა იცოდეთ დანამატისგან რას უნდა ელოდოთ რა. ზოგს გონია ხა მაგალითად თუ აი კრეატინს დავლევ და 15 კილოს მოვიმატებ და რაღაც ბენჩპრესზე 50 კილოს მოვამატებ. და თუ 50 კილოს არ ამატებენ და 20 კილოს ამატებენ, მე ეძახიან რომ არ მუშაობს რა. ანუ ესე ვთქვათ რომ შესაძლებლად რომ მოვიყვანოთ რა და ამიტომ ხო არ აქვს მაგას ესე ვთქვათ დიდი მნიშვნელობა რა. ნუ ელოდებით რაღაცა განსაკუთრებულს დანამატებისგან. და არც ტესტობუსტერებისგან არ ელოდოთ რაღაც ისეთს, რომ მივიღო და აუფეთქდე და იმ ხელა გავხდე რომ რაღაცა საკეშო ჩავიხედავ ჩემ თავი ვერ ვიცნო რა. სწორი მოლოდინები უნდა გქონდეს და მე ნაკლებად დააბრალებ იმას, რომ აი იმ დანამატმა არ იმუშავა. იმიტომ რომ ყველა რაღაც ისეთს ელოდება რაღაცა გრანდიოზულს და თან მით უმეტეს რომ რაღაცა დანამატს ვიწყებენ, აი ჩემი მოსწავლეები ესე ვთქვათ პროტეინის ფხვნილს რო ყიდულობდნენ, მე საჭმელს აღარ ჭამდნენ ხოლმე და რა ვიცი, ჯერ საკვები გვაქვს და მე საკვები დანამატები, ხო, პირდაპირ თვითონ სიტყვა გეუნება, რომც ბევრი არ მოიძიო და ბევრი არ იფიქრო. ამიტომ იცოდეთ, რომ სწორი მოლოდინები გქონდეთ და არ დააბრალოთ დანამატს, მაგრამ სუპერმენი არ გახდი, რომ რაღაცა არ მუშაობს რა. ამიტომ კარგია, ოღონდ გქონდეს სწორი მოლოდინები რა. მაგრამ გამოყენება დღირს, ჩემი აზრით, კი. სამომავლოდ რომელ ფედერაციაში ფიქრობ გამოსვლას? ვინც არის ძალიან უცბად რო გითხრათ, ბოდიბილდინგში არსებობს ორი დიდი ფედერაცია, ერთი არის IFBB, მეორე NPC. IFBB-ის ფედერაცია მაქსიმუმ არის არნოლდ კლასიკი და NPC არის ესეთი ფედერაცია ამერიკული, საიდან შეგეძლო მისტერ ოლიმპიადაზე გახვიდე. ანუ ვინც იცით, ხო, ყველაზე დიდი ტურნირი, როგორც მაგალითად ალბათ MMA-ი, UFC-ა და რაღაცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რა. მე როდესაც დავიწყებ მომზადებას აუცილებლად ყველა ვარიანტში გავალ უკვე აქ UFC-ში, იმიტომ რომ UFC-ში ძრის. გავალ NPC-ში გავალ. იმიტომ რომ 20 წლის აღარ ვარ და ესე ვთქვათ რაღაცა ბოდიბილდინგში რაღაც სტანდარტული ასაკი არის, რაღაც 35 წელი, რის შემდეგაც შენი ტრამვები მოიმატებს, ფეხები ისეთ კონდიციაში აღარ გექნება, მოკლედ დაგეტყობა ასაკი ასე თუ ისე რა. სცენაზე გულისხმობ, თორე 35 წელი რა თქმა უნდა არაფერი არ არის ვარჯიშისთვის საერთოდ. ამიტომ ჩემი შემდეგი ფედერაცია აუცილებლად იქნება NPC. და ვეცდები რომ აი ეს ჯერ კიდევ კარგი ასაკი გამოვიყენო მაქსიმალურად იმისათვის რომ რაღაცა ჩემი ბავშვობის ოცნება რაც იყო აი ამ სცენაზე უბრალოდ დადგომა, ესე ვთქვათ ამისრულდეს რა. საკმაოდ დიდი წონის ლიმიტი მაქვს და საკმაოდ ბევრი წონის მომატება მომიწევს. ამიტომ ხო, ეგრე იქნება რა. შემდეგ კითხვა არის სწორ სუნთქვას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშისას. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა საინტერესოს როგორ უნდა ისუნთქო ვარჯიშის დროს რა. იმიტომ რომ თუ სწორად არ სუნთქო, ვერც წონას ვერ აწევ და ვერც საკმარისი ჟანგბადს ვერ მიაწოდებ შენს ყუნთებს. აი ძალიან მარტივად რო აგიხსნათ, ნებისმიერი ვარჯიშის დროს, რა ვარჯიშიც არ უნდა იყოს, აკეთებ კერს, ფეხს, ზურგს, ნებისმიერ ვარჯიშის დროს იმ მომენტში, როდესაც წონის მოზიდვას ცდილობ ზურგის დროს, მაგალითად, ან კერდის დროს წონის მიწოლას ცდილობ, ძალის დატანების დროს, როდესაც წონის აწევას ცდილობ, აწევისას ესე ვთქვათ, უნდა გამოისუნთქო ეს ჰაერი რა. სანამ წონას აწევ, სიტყვაზე აი ბენჩპრესს აკეთებ, მარტივი მაგალითი, ხო? აი აქედან უნდა გქონდეს მაქსიმალურად ფილტვები ჰაერით სავსე, ჩამოიტან თუ არა, აი აწევისას უკვე შეგიძლია ეს ჰაერი უკან გამოუშვა. იმიტომ რომ წონის აწევისას ეს ჰაერი თუ არ ქონდა შეყავებული, იმ წონას ანუ ვერ აწევ რა. და სიტყვაზე ხო, თვითონ ვარჯიშიც ესე ვთქვათ, ისეთი ეფექტური არ იქნება და თუმცა ესე ვთქვათ, ისეთ ჟანგბადსაც ვერ მიაწოდებ რა. ამიტომ ნებისმიერი ვარჯიშის დროს, როდესაც წონის აწევას ცდილობ, თუნდაც ზურგის დროს მოკაჩვას ცდილობ, მაგ დროს ფილტვები გაქვს მაქსიმალურად ჰაერით სავსე და აწევისას უკვე ესე ვთქვათ ამოისუნთქავ რა. აი ზურგის ვარიანტში რო დაფიქრეთ, აი წინ და რაღაცა მოკაჩვას ვაპირებ, აი სანამ მოკაჩავ, მაქსიმალურად ფილტვები მაქვს ჰაერით სავსე და უკვე წამოღებისას შემიძლია ამოისუნთქო. როცა უკვე მოძრაობას
მოძრაობის ნახევარს ასრულებ რა. ამიტომ მაგასაც მიაქცევთ ხოლმე ყურადღება. მე რო უკვე ჩვევაში რო გექცევა, ძალიან ჩვეულებად აკეთებ რა, თავიდან რაღაცა ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ აუ მაგას რა გააკონტროლებს ეხლა და რაღაც. ნუ ვისაც წვრთნელი ყავს იდეაში იმან უნდა გააკონტროლოს, მაგრამ ვისაც არ ყავს, ისეთი პრობლემა არ არის მაგაზე, იმიტომ რომ ჩვეულებრივად იმას ისევ რა ქვია. მე ჩვევად გექცევა რა. კაი, შემდეგ კითხვა. თმებზე კითხვა, ეს კითხვა TikTok-ზეც დამისვეს. თმები აშკარად გახშირებული გაქვს და რამე რჩევას ხო არ გაგვიზიარებდი. ხო, ვინც არიცით, გეტყვით რომ ხო, აი როგორც წეგან ვახსენე, ეს სტერიოდები ზოგადად ძალიან დიდად მოქმედებს თმების ჩვენაზე რა. მე ვიყავი ესეთ კლინიკაში, დიამეტში ვიყავი, ესე ვთქვათ, კონსულტაციაზე. თმის განარგოს ვაპირებდი რა. იმიტომ რომ საკმაოდ გათხელებული მაქვს თმა, ამდენი კურსის მერე და ალბათ არ ვიცი გენეტიკურადაც მაქვს, ხა ჩემთან, ხა მამაჩემსაც რაღაც ბაბუჩემსაც ცოტა თმების ცვენა აქვს და ვიყავი კლინიკაში და მითხრეს ეგეთი რაღაცა, რომ საერთოდ არ გჭირდება თმის გადანერგვა და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება შენი თმები ისევ დაუბრუნდეს ძველ მდგომარეობას და ამოგივიდეს. შესაბამისი შამპუნები დამინიშნეს, სამკურნალო და დამინიშნეს მინოქსიდილი. მინოქსიდილზე აგრეთვე გაგებული მქონდა და ისიც გაგებული მქონდა, რომ კრისბამსტეტი იყენებდა ამას, იმიტომ რომ მაგასაც სერიოზული პრობლემა მქონდა თმების, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ დაიღალა მინოქსიდილის გამოყენებით და ბოლოს გადაინერგა. კი ამოუვიდა, მაგრამ აი გადანერგილ თმებსაც რაღაცნაირად ხანდახან ეტყობა, რომ გადანერგილია რა. ამიტომ დამინიშნეს ესე მინოქსიდილი, სითხეა, ჰორმონალური სითხე არის, რომელსაც მართლა აქვს შედეგი, მართლა აი შემიძლია 100%-ით თქვა, რომელსაც უკვე 2 თვეა ვიყენებ და ესე ვთქვათ, საკმაოდ ნორმალური შედეგი მაქვს რა. უბრალოდ მინუსებში ალბათ იმას ვიტყოდი, რომ მთელი ცხოვრება მოგიწევს ამის გამოყენება. ანუ ჩაგდება არ დაგქონდეს. იმიტომ რომ თუ დაანებებ ამის გამოყენებას თავს, როგორც ნენელა ამოგივიდა, მე ისევ ნენელა ის ამოსული რაც იყო, რომელსაც სტიმული მისცა, ისევ დაგცვიდება რა. ამასთან ერთად ეხლა ვაპირებ ის თქვათ ესეთი როლერები არის წვეტიანი, რომელსაც თავზე მასაჟივით იკეთებ და სისხლის მოქცევას უწყობს ხელს. სხვა ისეთი არაფერი, აი მინოქსიდილმა მაგრად იმუშავა რა. დღეში 2ჯერ ვისმევ კარგად ძირებში, ეს შეიძლება იყოს დილა და საღამო. უბრალოდ მაინც ესე ზეპირად არ ვიცი რა, ყველა ვარიანტში კარგია მოკლედ მიხვიდე კონსულტაციაზე და ზუსტად გითხრა რა გჭირდება რა. ძალიან ბევრი ადამიანი კი ზეპირად აკეთებს და აქვს კიდევაც შედეგი, მაგრამ თუ მაინც და მაინც თმების პრობლემები გაქვს, ხო? ყველა ვარიანტში მაინც საბოლოო ჯამში ჯობია მიხვიდე და ესე ვთქვათ კონსულტაციაზე რა და გეტყვიან ზუსტად რა გჭირდება. გჭირდება თუ არა საერთოდ გადანერგვა, გეშველება თუ არა ამინოქსიდილით, ანუ მინიმუმ ხო უნდა იცოდე გიშველის თუ არა. თუ არ გიშველის, მე შეიძლება უბრალოდ გადაენერგო, ან რა ვიცი, იარო თმების გარეშე. აი მე რადგან გადანერგვა მინდოდა, პირიქით მითხრეს, რომ არ გინდა და სწორიც მითხრეს, ასეულად შედეგი გამოიღო. ამიტომ თმების ვარიანტი ეგეთი ამბავია რა. შემდეგი კითხვა, გაუმარჯოს ბრო, 170 სიმაღლისთვის ბიჭისთვის რამდენი კილოა ნორმა? აი ეს კითხვა ამოვიღე, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი მეკითხება, თვითონ მოსწავლეების მეკითხებიან ხოლმე რა და მაგაზე ვენამ ვერ გეტყვის ვერასდროს პასუხს. იმიტომ რომ ნორმა ვისთვის რა არის გააჩნია, ზოგადად რისი მიღწევა ვცდილობ, რა გინდა. ჩემი გადმოსახედიდან ნორმა არის, რა ვიცი, 100 კილო იყო და რაღაცა ნორმალურად ვშალე, ეგ არის ჩემთვის ნორმა. ხო, დიდი ხარ, მაგრამ ეგ არის ჩემთვის ნორმა. ამიტომ მაგ კითხვაზე ვერავინ ვერ მოგცემს სწორ პასუხს. შენთვის რა არის ნორმა, მაგას შენ თვითონვე ესე ვთქვათ დაალაგებ რა. კლასიკური ისტორია, ეხლა ჩემი მოსწავლეები რომ მოდიან და მეუბნებიან, რომ აუ აი სიტუაცია აი ბენჩპრესზე აი 100 ავწიო და მეტი არ მინდა, ან აი ტიპი 60 კილოა და აი 80-ზე ავიდა და მეტი არ მინდა, ჩვეულებრივად ავლენ ხოლმე 80-ზე, მე 90 უნდა, 90 და მე 100 უნდა და მოკლედ ეგრე რა, ანუ ცხოვრების მუღამიც ესე ვთქვათ ეს არის, რომ ანუ მუდმივი პროგრესი რა, რაღაც ახალის გაკეთება და ესე ვთქვათ რაღაც ახლის გამოცდა რა. ამიტომ ის რომ რამდენი უნდა იყო, მაგას ვერასდროს ვერ გეტყვის. პროცესში შეხედავ შენ თვითონ, მოგწონ შენი თავი, კი ბატონო, კარგია, მეტი გინდა, შეცვლი რაღაცებს მეტად იშრომებ, მეტი თუ დაგჭირდება, იქნები უფრო მეტი. ამიტომ ძალიან ბევრი მეკითხება მაგას და ამაზე ვერავის ვერ გავცემ პასუხს და ვერც ვერ მოგცემ სწორ პასუხს რა, რამდენი უნდა იყო. იმიტომ რომ ნორმა არის ყველასთვის სხვადასხვა. და ბოლო კითხვა ესეთია ვიტამინის კრეატინმა 10 კილო მომატა და ამის შემდეგ რულ1-ის გეინერმა 0. რა ახსნა აქვს ამას? ამას მეკითხება.
კაი, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ კრეატინი და გეინერი საერთოდ სხვადასხვა რამეა და გეინერი გვაძლევს უბრალოდ ბევრ კალორიებს, რომ ჩვენი ესე ვთქვათ კალორიული გეგმა შევასრულოთ დღის მანძილზე და კრეატინი არის ნივთიერება კიდე, რომელიც ყველაზე დაწესწრილი დანამატია, რაც აქამდე თქვი, ძალიან ბევრჯერ თქვი, რაც ესე ვთქვათ გვაძლევს საშუალებას გამომუშავოთ მთლიანი ენერგია, კუნთებში სითხეს გვიკავებს, ენერგიას გვაძლევს, ძალას გვაძლევს, აღდგენისთვის არის კარგი და ძალიან ბევრი პლუსი აქვს. Სულ კარგია რომ აღნიშნე რომელი კრეატინი მიიღე, ბევრსა აქ აი ეს რომ აი ვიტამინის დანამატები როგორია, ვიტამინის კრეატინი როგორია, ვიტამინის ეს როგორია, ეს როგორია. და მაგას ვიძახი ყოველთვის რომ მართლა მუშაობს რა. ძალიან ბევრი ჩემი მოსწავლე ხა, ვისაც მაგალითად აი რიტუალზე გვაქვს ხოლმე კიდე ესეთი ისენი რა, აი საუბრები სულ. ვისაც გავასინჯეს რიტუალზე ვიტამინ ფაურის პროდუქცია, ყველას მოეწონა, დღემდე მაგას სვავენ, მიდიან მაღაზიაში, ყიდულობენ. გეინერი ცოტა სხვა რამეა. გააჩნია შენი დღიული რაციონი როგორია. შენ თუ მაგალითად ეგრე გააკეთე, როგორც ეხლა ვიძახდი, რომ აი მიიღე ეს დანამატი, მაგრამ კვებას ისეთ ყურადღებას არ აქცევდი და ასე შემდეგ, დიდად შედეგს არ მოგცემს, ხო? თან ამ გეინერს რო ყიდულობ, ძირითადად გეინერებში პორციები ბევრი არ არის ხოლმე, რა, აი ერთი დიდი, ესე ვთქვათ, შეფუთვა რო იყიდო, მეშოკი, არის ხოლმე ძირითადად 12 პორცია, იმიტომ რომ გეინერს მუღა მიგარო, მაშინაც ბევრი მიიღო. და შენ თუ მაგალითად 1-5 დაამთავრე და რაღაცა ისეთი შედეგი არ გქონდა, შეიძლება მაგის გამოც არის, რომ უფრო ხანგრძლივად შეიძლება მიღება რა, მაგრამ თუ შენ კრეატინმა მოგმატა 10 კილო, რაც ძალიან ბევრია და ჯერ კრეატინი მიიღე, ეგეც უნდა იცოდე, რომ რაც უფრო მეც იმატებ და რაც უფრო წინ მიდიხარ, მე კიდე უფრო წინ წასვლა ძალიან რთულია. შეიძლება 5 კილო მოიმატო და ამ 5 კილოს მერე იმხელა პაუზა გქონდეს და ისეთ გაგაჩეროს, რომ შეიძლება 3-4 თვე საერთოდ ვერაფერს ვეღარ იმატებდი და ეს ნორმალური ისტორიაა. სულ პროგრესი ვერ გექნება, ყოველთვე მომატება ვერ გექნება. ამის გამო არ დაკარგოთ мотиваცია რა, აი ძალიან ბევრი мотиваციის კარგავს. აი პირველ თვესაც 5 მოვიმატე, ელოდე მე რომ მეორე თვესაც 5 მოიმატებ, მაგრამ შეიძლება ესე არ იყოს. ძალიან ნორმალურია იქ, ხო? ამიტომ შენ კრეატინის მერე რომ გეინერით ვეღარ მოიმატე წონა, შეიძლება ზუსტად ეგ არის რომ 10 კილოს მერე კიდე მომატება ძალიან რთული საქმეა რა. ამიტომ ძალიან კარგია თუ მოგეწონა კრეატინი, ძალიან კარგია. ძალიან კარგი დანამატია, შეგიძლია თუ საშუალო დოზებს მიიღებ, სულ გააგრძელო კრეატინის მიღება. ხოლო გეინერსაც შეეხება, ალბათ უფრო ეგ არის სავარაუდოდ, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ იმიტომ რომ კვებაშიც გააჩნია, კვებაში ზოგადად რა ხდება შენთან, ალბათ უფრო ხანგრძლივად უნდა მიიღო და უბრალოდ მეტი დრო მისცე შენს ხელს რა. იმიტომ რომ რაც მეტ დროს მისცე, უფრო მეტი შედეგი ექნება და ყოველთვე ერთიანი შედეგი ვერ ექნება, ისეც გაითვალისწინე რა. ამიტომ გააგრძელე სიტუაციაზე მაგ დანამატის მიღება და კვებას მიაქცია ძალიან დიდი ყურადღება და აუცილებლად შედეგი არ დააყოვნეს და აუცილებლად მოთმინება და დრო. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს კარგი რჩევები მოგეცით, განსაკუთრებით დამწყებებს და იმ მოზარდებს, რომლებიც ეხლა იწყებთ, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქვთ და არ დაიზაროთ, ყოველდღე ისწავლეთ და რაღაცა ცოდნასაც შეიძენთ და რა თქმა უნდა თქვენთვისაც გამოგადგებათ და შემდეგ თუ რამე და ამ სფეროში გადაწყვიტოთ მოღვაწეობას და ამ წვრთნელები გახდებით, ხო გამოგადგებათ და გამოგადგებათ. ამიტომ თუ მოგეწონათ ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, შემდეგ ვიდეოები რომ გამოგრჩეთ. კიდევ რა თქმა უნდა, შეახსენოთ, ჩვენი სპონსორი არის ვიტამინი G და მომავალ შეხვედრამდე.